პირველ რიგში მადლობა ყველას ძალიან დიდი. მინდა გითხრათ, რომ დღევანდელი დღე იყო ჩემთვის, იმედის მომცემი და ყოველი ის დღე, რაც მე აქ არ ყოფილვარ, მაგრამ ამბები მაინც მოდიოდა, რომ რუსთაველის გამზირზე კვლავ პროტესტი გხუხდა და კი, ის ყველაფერი, რაც ხელისუფლებამ იკადრა და კიდე ალბათ იკადრებს, იმიტომ რომ ესენი გამჩერებლები არ არიან, რასაც ვატყობ და ესენი როგორ თქვა უკვე კუთხეში მოწყდეული ცხოველებივით არიან, რომელიც ბოლო დარტყმას გვაყენებს. და ბედნიერი ვიყავი იმით, რომ ვიცოდი, რომ გარეთ იყვნენ ადამიანები, ვინც კვლავ იბრძოდნენ, კვლავ მიუხედავად იმისა, რომ მე საპატიმროში ვიყავი, ჩემი სახელით იდგნენ ადამიანები, ჩემი მეგობრები და ახლობლები და ბედნიერი ვიყავი, უშიშრად ვიყავი, რადგან ვიცოდი, რომ აი აქ იყვნენ ისე ვის ადამიანები, ვინც იბრძოლებდნენ ჩემს მაგირო და მეც მალე გამოვიდოდი მათთან ერთად. და ჩემი შეხვედრას რაც შეეხება, კი, მე ამას ყველგან ვამბობ, მე გადავრჩი, მე არ ვიყავი იმდენად ნაცემი, იმიტომ რომ მედიამ, იმან რომ საჯაროდ ხშირად ჩანვარ, იმან რომ ასე თუ ისე აქტიური ადამიანი ვარ, მე მიშველა, მაგრამ არიან უცნობი ადამიანები, ვის სახელგვარებიც არ ვიცით, დაკავებულები, სასტიკად ნაცემები და ვერანაირად ვერ ვეხმარებით, რადგან არც ვიცით ზოგიერთზე რომ დაკავებულია. ეს ადამიანები უფრო საყურადღებონი არიან, ვიდრე მე. კი, მესმის რომ კადრები, დედაჩემი ყველამ გაიცანით და ნახეთ როგორი მებრძოლიც არის, კი, ამ ყველაფერმა მე მიშველა, მაგრამ ყველას ალბათ ის სიტუაცია არ აქვს, რომ ამდენი საჯაროობა და ამდენი დაცვა ქონდეს იმ მომენტში, როგორც მე მქონდა. და ეს არ ვიცი რითი დავიმსახურე, მადლობა ამ ხალხს, მართლა ძალიან დიდი მადლობა. და ეხლა, რადგან მე გარეთ ვარ, ერთადერთი პროტესტის იქით რა შემიძლია გავაკეთო, არის ის, რომ იმ ადამიანების პოვნა და დახმარება შეუძლო, ვინც დღეს არ ვიცით რა მდგომარეობაშია, კლინიკაში წევს თუ დაკავებულია, თუ სასამართლო პროცესი აქვს, ნადირობის სეზონი აქვს გახსნილი, დღესაც ერთი ადამიანი დააკავეს, როგორც ვიცი. სალომე ზურაბიშვილის გამოსვლას რაც შეეხება, არ მისცეს ხმის საშუალება, არაფრით არ ალაპარაკეს პრეზიდენტი, ხმა მოპარეს, ხმა მოპარეს მთელერს და ეხლა ხმა მოპარეს პრეზიდენტს. ეს რა თქმა უნდა ხვალჩოლობრივად გამოვა პრეზიდენტი და იტყვის მის სათქმას, თუმცა როცა ვხედავთ, რომ პრეზიდენტში მე ვგულისხმობ სალომე ზურაბიშვილს და არა ამ ვირს, რომელიც ქართულმა ოცნებამ შემოგტენა როგორც პრეზიდენტი, მაგრამ რა თქმა უნდა როგორც სხვათა შორის კახელების გამოტანილ ბანერებზე ეწერა, რომ კახური ვირი არასოდეს გახდება ზებრაო, ბიძინა ზებრაო. ბევრი სახალისო ღრმა ფილოსოფიური შინაარსის მქონე ბანერები ვნახეთ ამ დღეებში, არა მარტო კახელების მცველობაზე. სანდრო, შემდეგ შეკითხვას დაგისვავ. სალომე ზურაბიშვილის დღევანდელი გამოსვლის ორი მთავარი გზავნილი იყო. ერთი ის, რომ ის რჩება ერთადერთ ლეგიტიმურ არჩეულ პრეზიდენტად და უმაღლეს მთავარ სარდლად და მეორე მისი მიმართვა ივანიშვილისა და რეჟიმისადმი მოლაპარაკებების შეთავაზებით, რომ მივიდნენ მასთან რეზიდენციაში, დანიშნონ არჩევნების დღე და დაიწყონ მოლაპარაკებები, პოლიტიკური პროცესი წარიმართოს. ამის მოლოდინი თითქოს ნაკლებად არის, მაგრამ პოლიტიკაში ზუსტად ხდება ხოლმე უმეტესად ისეთი რაღაცები, რასაც არავინ ელის. ამას განაპირობებს ცალკეული ფაქტორები. საქართველოს შემთხვევაში ასეთი რამდენიმე მნიშვნელოვანი ფაქტორია: საგარეო ზეწოლის ზრდა და ქვეყნის შიგნით მოსახლეობის იმ ნაწილის კიდევ უფრო მეტად გაფართოება, რომლის აქტივობაც შეუძლებელს გახდის ამ რეჟიმის ფუნქციონირებას. აი როგორ უნდა გაგრძელდეს ეს პროცესი და პირადად შენს მეგობრებს და ყველას რა წვლილი შეტანა შეუძლიათ ამ პროცესში? აქვე ხაზის გასმა მინდა პირველ რიგში, რომ მე ვარ აქტივისტი და არ ვარ პოლიტიკოსი და ამას რატო ვამბობ? ჩემი პირადი მოლოდინები შეიძლება იყოს დამყარებული იმ სიტუაციაზე, რაც ხდება აქ ქუჩაში, მე არ ვიცი სიტყვაზე მოლაპარაკებების ენა, მე არ ვიცი რა ხდება იქ კაბინეტებში, მე ვარ სამოქალაქო აქტივისტი და გავარ აქ იმისთვის, რომ ხვალ და ზეგ პოლიტიკოსი აკეთებდეს თავის საქმეს და ქვეყნის გადარჩენისთვის მასთან ერთად ქუჩაში გაყინვა არ მიწევდეს. მე მგონი ყველა ვხვდებით, რომ არ არის ეს ეს არ არის ნორმალური პოლიტიკური ცხოვრება, როდესაც პრეზიდენტი ქუჩაში დგას სპეცრაზმის წინ და მოქალაქეების გათავისუფლებას ითხოვს. ყველა ვხვდებით, რომ ეს არ არის ნორმალური პოლიტიკური რეჟიმი. და ამ ქვეყანაში მე მგონი ნორმალური პოლიტიკური ცხოვრება არ ყოფილა იმის მერე, რაც მე დავიბადე, 2006 წელს დავიბადე, აქვე ხაზს გავუსმევ. მე მგონი ამ ქვეყანაში არ ყოფილა ზუსტად ეს მოლაპარაკებები და კაბინეტში არ გადაწყვეტილა პოლიტიკური საკითხები არასოდეს. ყოველთვის საკითხები წყდებოდა ქუჩაში, რაც იდეაში არის პრობლემა. თუმცა მოლოდინი არ მაქვს, რომ ქართული ოცნება მოლაპარაკებაზე წამოვა, იმიტომ რომ ვერ მოელაპარაკები ადამიანს, რომელსაც უკვე ყველაფერი დაკარგული აქვს.
ვერ მოელაპარაკები ადამიანს, რომელსაც უკვე ყველა კანონდარღვევა ჩადენილი აქვს. მე არ ვიძახი, რომ მათთან არ უნდა დაუჯდეთ, ისინი არ წამოვლენ უბრალოდ მოლაპარაკებაზე. თვითონ არ იციან რა შემოგთავაზონ საპირწონე, თვითონ ესენი არ წავლენ, იმიტომ რომ ერთადერთი გასაქცევი აქვს რუსეთში და თუ რუსეთში წავლენ, რუსები იმაზე უარეს უზამენ, ვიდრე ჩვენ ვუზამთ, იმიტომ რომ ჩაუვარდათ პროექტი გრუზია არ გამოუვიდათ და არც გამოუვათ აქ არასოდეს და დარჩება აქაურობა საქართველოს და ყოველთვის იყო და იქნება საქართველოს. და რაც შეეხება აქ ქუჩაში, როდესაც პრეზიდენტი ჩემს გვერდზე და მოქალაქეების გვერდზე დგას და ჩვენს გვერდით არის, ანუ ზუსტად ხალხთან, როგორც თავისდროზე მან თქვა, ეს არის ყველაზე დიდი იმედი. კი მე დამაკავეს, კი სხვები დააკავეს, თუმცა ვიცით, რომ ჩვენთვის ხალხი ისეთი ადამიანები იბრძვიან, როგორც არის პრეზიდენტი. ამ ქვეყანაში პრეზიდენტზე ლეგიტიმური აღარაფერი აღარ დარჩა. ამ ქვეყანაში ყველაზე ლეგიტიმური ადამიანი ჩემს გვერდზე დგას, ხალხის გვერდზე დგას და ერთად მხარდამხარ ვიბრძვით დემოკრატიისთვის, მხარდამხარ ვიბრძვით ნორმალური ცხოვრებისთვის. პოლიტიკოსები იმედია, რომ ამ ყველაფერს როგორმე პოლიტიკურ დონეზე მოაგვარებენ და ისო რუსთაველზე გამოსვლა არ მოგვიწევს. თუმცა ამის ნაკლებად მჯერა. იმედი მაქვს, მაგრამ ნაკლებად მჯერა, რომ ეს ამ ცხოველებთან შესაძლებელი იქნება.